მოკლედ, აი აქ რასაც ხედავთ, აი ეს ყველაფერი არის სუზღვის ფერმები. აქ ყავთ თევზი, აქ მოყავთ მიდიები, მოლუსკები. ნახეთ, აი იქიდან იწყება. აი ესე ბოლომდე და იქით კიდე მთების იქით კიდე არის. ნავყოფი ვარ სადღაც იქითკენ 1-2 და სუპერმებია მოკლედ. ამოვედით სათევზაოდ. იმედი არ რაიმე ცოტა დიც დავიჭერთ. და დასაწყისშივე დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი და შევბეროთ ერთად. დავიწყოთ. მოკლედ როცა მე თევზზე ხარ, კლიმბერიც უნდა იყო რა თან, იმიტომ რომ აი ადგილებზე მიგნება თუ გინდა, ბევრი სასოციალო და საძრომიალოა. სუხრეშიანი ადგილი არის, კლდოვანია, походу ცოტა ქვევით და საშიშია რა, ანუ შეიძლება ფეხი დაგიწურდეს, ჩავარდიან რაღაცა, მოკლედ სიფრთხილე ყოველთვის გამოვიჩინოთ. მაგრამ ნახეთ რა სილამაზეა და ამოიგინე ესეთი უღრანი ტყიდან გადიხარ ზღვაზე და იწყებ თევზაობას. დავაფასოთ ბუნება, დავაფასოთ. How are you doing, bro? I yet not wake up. Not wake up yet. When you catch first fish, you will wake up. ესეც ჩვენი არსენალი დღევანდელი დღისთვის. ექნება ჯიგები, ვობლერები. არ მაქვს მარტო ყანყალები, არამედ ნახოთ რა იქნება. ეს არის იაპონური წარმოების სპაიდერი, პატარა ვობლერი არის. და ნახოთ აბა რა სიზავს. ესეთი. შევამოწმებ ანიმაციას. შვენიერი. ძალიან მაგარი ანიმაცია აქვს. თუ არ ვცდები არის 4.5 გრამი და უფრო არის მდინარისთვის რა. მაგრამ ზღვაზეც კაი ანიმაცია აქვს. აი დაჯდა. ოპა. Look at the size, bijo. Try wobbler, I told you. აუ რა კაი, პირველი არის ესეთი კარგი ზომა. ესეთი ეს არის თუ არ ვცდები პელამინდას სახეობიდან რა. ძალიან მაგარია. ესეთი კაი ზომები თუ წამოვიდა, გაასწორებს დღეს. Так, დავუყენეთ ცოტა მოზრდილი სმიტის ვობლერი. არის 12 გრამიანი. You can try also your silicone on this fish. Have a big mouth. Opa! Opa! Look at რა კაი ზომა. კაია, კაი. ახლა კბილები აქვს. На него помните. აჰა. დავაფაროთ. რეგიჟია ეს თევზი. სმიტიც მოინათლა. მოკლედ, დღეს დავამთავრეთ, გაგრძელება იქნება ხვალე. აქ არ მთავრდება ეს ვიდეო. ჯერჯერობით 2 წელი დავიჭირეთ. აქტივობა დაახლოებით რომელ საათზე იწყება გავარკვიეთ და ხვალ მოვალს დაახლოებით 2 საათით ადრე დილით. ვიცით რა სატყუარები უნდა ვიხმაროთ. ასე რომ დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი და ვნახოთ რა იქნება ხვალ. დღე მეორე, მოვედით შედარებით ადრე, ზეჯერ არ არის ამოსული. ავაწყე უკვე ანკესი, ისევ სმიტის ვობლერი დავაყენე და დავიწყოთ თევზაობა, ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
ველოდებით აქტივობას, ჯერჯერობით არაფერი არ არის, ერთი პატარა სკუმბრია დავიჭირეთ. და ვფიქრობ, რომ ასე 9 საათში წესით უნდა წამოიღოს. Opa! Დაჯდა! Wobbler! Ai ta. Ai ძმა, ოპელამი და ვაგზელებთ შემოვლა თევზების. ასე რომ მაქსიმუმ 1 საათი გვექნება. აჰა, საათ ნახევარი. A few moments later. დავასრულეთ თევზაობა. დღეს უფრო პასიური იყო ვიდრე მოველოდებოდი. იყო მარტო ერთი ეგზემპლარი დღეისთვის, შედარებით მოზრდილი წინებთან. არა ნიჩიო, არა უშავს. თუ მოგეწონა ვიდეო, დალაიქე და გამოიწერე არხი და შევხვდებით შემდეგ თევზაობაზე. დროებით.